მოგესალმებით კოლეგებო, მინდა სამუშაო რეჟიმზე გადავალთ, რამდენიმე განცხადებას გავაკეთებ თქვენი ნებართვით. პირველ რიგში კიდევ ერთხელ უნდა გამოვიხმაუროთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, ეს მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა და რა თქმა უნდა ამ ვითარებაში, ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ქვეყნის გარშემო, ბუნებრივია, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა. მშვიდობა არის, რა თქმა უნდა, საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ვიზრუნოთ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამ თემასთან კავშირში მინდა გავიხსენო, რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ. და ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ და მე მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინისტროს, მადლობა მინისტრს, მადლობა ასევე ელჩებს, განსაკუთრებით ჩვენს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბატონ გია ჯანჯღავას, ასევე კატარში ბატონ ვაკო ავალიანს, საუდის არაბეთში ბატონ ნიკოლოზ რევაზიშვილს და ასევე მადლობა ამ საელჩოების თითოეულ თანამშრომლებს ყოველდღიური ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში. როგორც მოგეხსენებათ, 4 სახელმწიფო ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან, ომანიდან და საუდის არაბეთიდან და ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე. ყველა რეისი იყო სრულად დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. მინდა შევეხო ასევე ეკონომიკურ საკითხებს. გამოქვეყნდა საქსტატის მხრიდან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები 2025 წლისთვის. და ამ მონაცემების მიხედვით ინვესტიციებმა გასულ წელს შეადგინა 1 მილიარდ 699 მილიონი დოლარი, რაც არის გაუმჯობესებელი მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 2024 წელთან შედარებით 119 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა წლიური მაჩვენებელი, გაუმჯობესდა 7.6%-ით. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ასევე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში დაფიქსირდა 7.9% ეკონომიკური ზრდა, რაც გვიმყარებს ჩვენ ოპტიმისტურ მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, რომ წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდება. და კიდევ ერთი სიახლე, რასაც მინდა ყურადღების გამახვილება, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ შემოყვანის აღრძალვის ნაცვლად შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება გამბაშების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული ერთ კუბზე 4.5 ლარი, შესაბამისად ჩანაცვლდება შემოყვანის აღრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახების გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობა მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რასაც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში. ეს ხო ის განცხადებები, რომლებიც მინდოდა გამეკეთებინა, გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე. მადლობა.